ცნობისთვის ვენესუელაში განვითარებული მოვლენების ირგვლივ ინტერესი არ წყდება და ვიცი რომ თქვენს ელოდებით ჩვენს ვრცელ ვიდეოს თუ რა მოხდა, რატომ გადაწყვიტა ტრამპის ადმინისტრაცია მადუროს რეჟიმის დამხობა სპეცოპერაციის მეშვეობით და რა ინტერესები აქვს შეერთებულ შტატებს ვენესუელაში. ამ თემაზე შემდეგი კვირისათვის ვრცელ ვიდეოს გიმზადებთ, თუმცა მანამდე მინდა გითხრათ, რომ ექსპერტების დებატები ამ თემასთან დაკავშირებით ძირითადად ორი მიმართულებით მიმდინარეობს. Პირველი, ეს არის ამერიკის შიდა დისკუსიები, რამდენად სჭირდებოდა დონალდ ტრამპს კონგრესის ნებართვა ამ ოპერაციისათვის, დაირღვა თუ არა შიდა და საერთაშორისო სამართალი, იყო თუ არა ეს საერთაშორისო ნორმების დარღვევა. ამასთან ერთად ამერიკელი ხალხი საუბრობს თუ რა სარგებლის მომტანი იქნება მორიგი რეჟიმის ცვლილება ვენესუელაში, რადგან ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს და ამერიკელ ხალხს ძალიან ძვირად დაუჯდა ამერიკის რეჟიმის ცვლილების ოპერაციები შუა აღმოსავლეთსა და სამხრეთ ამერიკაში. ჯარისკაცების სიცოცხლის ფასადაც მათ შორის. რაც შეეხება საერთაშორისო ექსპერტების დისკუსიას, გარდა იმისა, რომ ბევრი კრიტიკა მოდის შეერთებული შტატებისადმი საერთაშორისო ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით, ძირითადად ექსპერტებს აინტერესებთ ამერიკის мотиваცია. რატომ ვენესუელა, რატომ ახლა, რატომ მადუროს რეჟიმი. ამ თემასთან დაკავშირებით დეტალურ ვიდეოს გიმზადებთ შემდეგი კვირისათვის, მაგრამ მანამდე გეტყვით, რომ ამ დისკუსიაში სამი ძირითადი ფაქტორი იკვეთება. პირველი არის მადურო და მისი დიქტატურა, თავისი ნარკოპოლიტიკით, რომელსაც ნარკოტერორიზმსაც კი უწოდებს ტრამპის ადმინისტრაცია, რომელმაც მოიცვა არა მხოლოდ ვენესუელა, არამედ კონტინენტი და მნიშვნელოვნად აზარალებს ამერიკელ ხალხს და მათ ჯანმრთელობას. მეორე არის ნავთობი. ვენესუელას აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობის რეზერვი. საუდის არაბეთზე დიდი რეზერვიც კი. რითაც შეერთებული შტატები არის დაინტერესებული. და მესამე, ეს არის ჩინეთთან და სხვა ამერიკის მეტოქე ძალებთან გეოპოლიტიკური პაექრობა, რადგან ვენესუელას ნავთობის უდიდეს ნაწილს ყიდულობდა ჩინეთი, ის არის სარტყელი და გზის პარტნიორი ქვეყანა, ვენესუელას უამრავი ვალი აქვს ჩინეთის და პარტნიორობდა ირანთან და რუსეთთან, როგორც იარაღის, ისევე სხვა ეკონომიკური მიმართულებებით. ამერიკას კი არ სურს დაუშვას ამერიკის მეტოქე ძალების გაძლიერება დასავლეთ ნახევარსფეროში, რომელსაც თავისი გავლენის სფეროდ აღიქვამს. ამიტომ დაელოდოთ სრულ ვიდეოს შემდეგ კვირას ამ თემებზე დეტალურად მოგიყვებით.